ჰოლივუდში მიმდინარე პროცესებმა, როგორიცაა ინდუსტრიის კონსოლიდაცია, ხელოვნური ინტელექტის ზრდა და კინოთეატრებში ბილეთების გაყიდვების შემცირება კიდევ ერთი სერიოზული შიში გააჩინა კინოს ვარსკვლავების გაქრობა. დღეს უკვე წამყვანი მუსიკოსები, სპორტსმენები და პოდკასტერებიც კი ხშირად მეტს გამოიმუშავებენ ვიდრე კინოსა და ტელევიზიის ვარსკვლავები. ამის ფონზე ისეთი მსახიობების მონაწილეობით ფილმების კომერციული წარუმატებლობა, როგორებიც არიან დუეინ ჯონსონი და ჯულია რობერტსი, ბევრ სტუდიის ხელმძღვანელს არწმუნებს, რომ მხოლოდ A-ლისტის სახელი ფილმის წარმატებას ვეღარ უზრუნველყოფს. ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა 2025 წელს, როცა ვარსკვლავებზე დაფუძნებული ფილმების რაოდენობა შემცირდა. თუმცა ჰოლივუდის 20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობის საერთო შემოსავალი კვლავ შთამბეჭდავია. თუმცა მათი ჯამური $590 მილიონი 20%-ით ნაკლებია წინა წლის $730 მილიონთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ ანაზღაურება აღარ იზრდება, ის მკვეთრადაც არ მცირდება, რადგან სტუდიები კვლავ მზად არიან გადაიხადონ ათობით მილიონი იმ მსახიობებისთვის, რომლებიც პროექტს ყურადღებას მიაპყრობენ. ერთ დროს თითქმის დაუმარცხებელმა Marvel Cinematic Universe-მაც კი საჭირო ჩათვალა თავისი ლეგენდარული მსახიობის რობერტ დაუნი უმცროსის დაბრუნება. მას Avengers Doomsday-ში დოქტორ დუმის როლისთვის $100 მილიონზე მეტი გარანტირებული ჰონორარი გადაუხადეს დამატებით ბონუსებთან ერთად. მსახიობები უფრო სტაბილურ ფინანსურ გარემოს სტრიმინგ პლატფორმებზე პოულობენ, სადაც წინასწარ გარანტირებული ჰონორარების სტანდარტად იქცა. საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები მსახიობებსა და სტუდიებს შორის უფრო დაძაბული და რთული გახდა, ორივე მხარე თანხმდება, რომ მაღალი დონის ტალანტი კვლავ გადამწყვეტ როლს ასრულებს ფილმის ან სერიალის წარმატებაში, თუმცა უკვე არა როგორც ერთადერთი, არამედ როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. შესაბამისად, რეიტინგში უკანასკნელი 12 თვის ყველაზე შემოსავლიან მსახიობებზე მოგიყვებით. მეხუთე ადგილი ბრედ პიტი $41 მილიონი. ფორმულა 1 გახდა Apple-ის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური კინოპროექტი, რომლისთვისაც კომპანიამ არ დაიშურა რესურსები. მოიწვია პროდიუსერი ჯერი ბრუკჰეიმერი, რეჟისორი ჯოზეფ კოსინსკი და მთავარი ვარსკვლავი ბრედ პიტი. ფილმმა ოსკარზე საუკეთესო ფილმის ნომინაციაც კი მოიპოვა და უკვე იგეგმება გაგრძელება. იშვიათი შემთხვევის სახით Apple დათანხმდა პიტს შემოსავლის წილის მიღებაზე, რის შედეგადაც მან ფილმის $600 მილიონზე მეტი შემოსავლიდან მნიშვნელოვანი თანხა მიიღო. მეოთხე ადგილი სკარლეტ იოჰანსონი $43 მილიონი. ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალი გახდა მთავარი ფიგურა იურული სამყაროს ფრენჩაიზის განახლებაში, სადაც მონაწილეობისთვის დაახლოებით $20 მილიონი და შემოსავლის წილიც მიიღო. იურული სამყარო ხელახლა დაბადება წლის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფილმად იქცა. 2025 წელს იოჰანსონმა ასევე საკუთარი თავი რეჟისორის ამპლუაშიც გამოსცადა ფილმით Eleanor the Great და მესამედი თანამშრომლა უეს ანდერსონთან ფილმში ფონეტიკური სქემა. მესამე ადგილი მარკ უოლბერგი $44 მილიონი. უოლბერგმა ბოლო წლებში კარიერის ახალი ეტაპი დაიწყო და სტრიმინგ პლატფორმების ერთ-ერთ მთავარ სახედ იქცა. 2025 წელს მან ითამაშა Apple TV Plus-ის The Family Plan 2-ში და Amazon Prime Video-ს Play Dirty-ში, რისთვისაც დაახლოებით $25 მილიონი მიიღო. პროექტში თავდაპირველად რობერტ დაუნი უმცროსი მონაწილეობდა, თუმცა ის Avengers-ში დაბრუნდა. უოლბერგი ასევე მონაწილეობდა მელ გიბსონის ფილმში Flight Risk და აგრძელებს პროდიუსერულ საქმიანობას. მისი ძველი ჰიტი Good Vibrations დღემდე გამოიყენება ფილმებსა და სერიალებში, რაც დამატებით შემოსავალს აძლევს. მეორე ადგილი ტომ კრუზი $46 მილიონი. 63 წლის ტომ კრუზმა შესაძლოა ბოლოჯერ ითამაშა ეთან ჰანტის როლი ფილმში შეუსრულებელი მისია. მან წინასწარ შედარებით ნაკლები ანაზღაურება აიღო, თუმცა მიიღო იშვიათი შეთანხმება, კერძოდ ფილმის შემოსავლის წილი, რაც თითქმის $600 მილიონს შეადგენს. მრავალი წლის განმავლობაში box office-ის ლიდერი კრუზი სავარაუდოდ 2026 წელს უფრო მეტად კრიტიკულ აღიარებაზეა ორიენტირებული რეჟისორ ალეხანდრო გონზალეს ინიარიტუს ახალ პროექტში. პირველი ადგილი ადამ სენდლერი $48 მილიონი. 59 წლის სენდლერი ერთ-ერთი პირველი დიდი ვარსკვლავი იყო, რომელმაც ჯერ კიდევ 2014 წელს კინოთეატრებს თავი დაანება და Netflix-ზე გადაინაცვლა, სადაც დღეს პლატფორმის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სახედ ითვლება. ცოტა ხნის წინ Super Bowl-ზე Netflix-ის დირექტორის ტედ სარანდოსის გვერდითაც გამოჩნდა. სენდლერი იღებს დიდ გარანტირებულ ანაზღაურებას, მიუხედავად იმისა, რამდენად წარმატებული იქნება მისი პროექტები. 2025 წელს ითამაშა და აწარმოა Happy Gilmore 2, ასევე მიიღო დამატებითი შემოსავალი Netflix-ის Jay Kelly-ში მონაწილეობისთვის, რისთვისაც ოქროს გლობუსზე მეორე ხარისხოვანი როლის ნომინაციაც დაიმსახურა.